მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ლათინო ბიჭებს, რომ კიდევ ერთხელ გაგვახსენა გიო ხუციშვილი. როგორც მივხვდით, დღეს შუადღე ლაივში გიო ხუციშვილის დღეა. ძალიან ძნელია ისაუბრო ადამიანზე წარსულ დროში, რომელმაც აი ამდენი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა. გიო ნამდვილად უყვარდა ყველას, გიო იყო ყველას მეგობარი. გიო დააკდა ქალაქს, დააკდა მისი სითბო, სიყვარული და ქალაქური შარმი. ნამდვილად მის ცხოვრებაში ჯერ იყო კინო, მერე მოვიდა სცენა, იყო აფხაზეთის ომი, ბევრი ცხოვრებისეული თავგადასავალი, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა არტოვებდა ხალხის სიყვარული, იმიტომ რომ აი ზუსტად ასეთი იყო გიო, მუდმივად ახლის მაძიებელი, თბილისელი კოლორიტი. ეხლა მე პირადად არ ვიცნობდი მას სამწუხაროდ, მაგრამ ის ისე უმღეროდა თავის თითოეულ მსმენელს და ისეთ ემოციას გვაძლევდა და ისეთი სიტყვა ქონდა მას თავისი სათქმელი, რომ აბსოლუტური შეგრძნება მრჩებოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრიც არის გიო და ჩემი მეგობარიც არის და დარწმუნებული რომ განსხვავებული არ ვარ და ყველას იგივე შეგრძნება აქვს. კი, ნამდვილად ასე არის, ხო, რაღაცა მომზადებლად ყველამ თქვით, რომ ჩვენი გიოს დღე არის, ხო? ეს თვითონ მოგცა ამის უფლება, რომ გვეთქვა, რომ ზე გიოს დაბადების დღეა და დღეს მოვაწყოთ ეს ზეიმი, გიოს ზეიმი და არ იყოს დღევანდელი საღამოსევდიანი მოწყენილი, იმიტომ რომ თვითონ გიო იყო ენერგიული, თავგადასავლიანი და გახსნილი
ადამიანი, განწყობის მომტანი ადამიანი და შემქმნელი ადამიანი. ამიტომაც დღეს უნდა შევქმნათ ეს განწყობა, როგორცაც გიო გვიქმნიდა ბევრი წლის განმავლობაში და დღეს ძალიან მაგარი სტუმრები ყავს, გიოს ოჯახის წევრები, მაიკო, მინდა მოვიწიოთ იმაში აუდიტორიის სტუდიაში და ზუკა მინდა მოვიწიოთ სტუდიაში. მობრძანდით ჩვენო ფასოვგესაუბრებ, მოგესალმებით. მოდი, მე მინდა აქვე მოვიწიოთ გიოს უდიდესი არმია მეგობრების, მაგრამ აი მოვიწიოთ ჩემი ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, რომლებიც უდიდესი არმიის მცირე წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში მაგრამ ძვირფასი წარმომადგენლები მე რა მობძანდი დაბძანდი ზუკა კი აქ დაჭიქი დაჭიქი წამოვალ აქეთ მაშინ ამჯერად მოდი ზუკა ხო გამარჯობათ მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და რა ვიცი მადლობა გიოს რომ ისევ ერთად გვამყოფებს და როცა არ ვიტყვით რომ გიოს დღე არის და გიოზე გვინდა საუბარი გიოს გახსენება ის სულ გვახსოვს და სულ ჩვენთან ერთად არის მაგრამ აი ესეც ხდება რომ ყველანი ერთად ვიკრიბებით და გვინდა რომ აი ეს ბედნიერი წუთები გავიხსენოთ რომელსაც ის გვაძლევდა ჩვენ არა ლელა ორი ადამიანია ხო გიო რომ აი ამ პანდემიის დროს როდესაც აი ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრი ესე ვთქვათ აკრძალულია თუ რაღაცა განსაზღვრული არის მაინც მოახერხა ის რომ შევკრიბა ამდენი მისი ახლობელი ადამიანი ის ადამიანები ვინც ალბათ არ ვიცი მე სულ ვამბობ ხოლმე რომ არ მახსოვს როდის გავიცანი გიო მგონია რომ ერთად დავიბადეთ ერთად მოდივართ მთელი ცხოვრება იმიტომ რომ იმდენი წელი გავიდა და ის რაღაცა გაფერხთავდა ის მომენტი მართლა ვერ ვიხსენებ როდის გავიხსენე როდის გავიცანი გიო და ხო ესე შემოდიოდა ურთიერთობაში და ხო იცი ყველას თავისი გიო ყავს დღესაც ყავს გიო იმიტომ რომ ეს ის ადამიანია რომელიც უკავოდ არასოდეს არ დარჩება იმიტომ რომ ის შემორჩება ჩვენს მეხსიერებას შემორჩება თაობებს იმიტომ რომ ის ისეთი ადამიანი იყო ეს იყო სიცოცხლით სავსე სიყვარულით სავსე უნიჭიერესი ადამიანი სულ იმას ვამბობ რომ ესე ამბავს მაგას ხო ძალიან დიდი ნიჭი უნდა როგორც გიოყვებოდა ამბავს ზოგადად აი სულ როდესაც არ ყოფილიყო ამას ისე გადმოგცემდა რომ აი მართლა დღესასწაული იყო ამ ადამიანთან ერთად ყოფნა და იცი რა იცოდა გიომ ყველაზე მთავარი რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს დეფიციტი არის ზოგადად აი ეს თვისება მოსმენა იცოდა გიო მოგისმენდა ბოლომდე მოგისმენდა თავის აზრს გეტყოდა თუ რაღაცა დაგეთანხმებოდა და თუ არა და ისე ლამაზად გააკეთებდა ამას ეს იყო საოცარი ადამიანი იყო მართლა არ ყოფნის სიტყვები და ის ემოციები რაც შეიძლება თქვა გიოზე და პირადად მე ძალიან დამაკავდა. ჩემი ნაწილი თბილისის და აი რაღაცა დიდი სიყვარულის გიოსთან ერთად წავიდა. სამწუხაროდ. მაიკო, მე ვიცი რომ ძალიან ძიმე არის შენთვის გახსენება, რაღაც ემოციები გეძალება და ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგები, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ აი ხასიათში განწყობით მინდა რომ დღევანდელი დღე იყოს, რაც გიოს ქონდა და არ გვინდა რომ სევდიანი დღე იყოს და გვინდა რომ იმიტომ თვითონ მის ისტორიებზე თვითონ სევდა აუცილებლად ქონდა თავის შინაგანი სევდა, მაგრამ აი რაც ლელამ თქვა რა, ადამიანი რომელიც რო შეგეკითხებოდა როგორ ხარ, ზუსტად იცოდი რომ უნდა გეთქვა როგორ ხარ და ზუსტად აინტერესებდა როგორ ხარ. აი ეს არის გიო ხუციშვილი რა იმიტომ მეც დავამატებ რაღაცას ისეთი დახვედრა იცოდა ისეთი შეხვედრა რომ სულ მქონდა ისეთი შეგრძნება რომ თითქოს აი საუკუნე მეგობრობდით ერთმანეთთან მართლა რაღაცნაირი გემრიელი და რაღაც გონია რომ ეს უფრო ქალაქური ჟესტია ესეთი დახვედრა და გემრიელი მოსალმება რაც იშვიათია დღესდღეობით აი ცხოვრებაში არ ვახსოვს რომ გიო მიძებნია რა აი რას გულისხმობ ახლა გეტყვით რა არის აი ადამიანები რომ უბრალოდ აი ვერ დაინახავ დაიკარგა რა აი რო გაიხედა ხალხ ბრალობა სადაც არის აი სიცოცხლე სადაც ჩქებდა ყველაზე ხმამაღალი ხმა საიდანაც მოდიოდა და ყველაზე რა ხრებში გაშლილი ადამიანი როცა სულ დაინახავდი აი ეგ იყო ემოციები რო ფეთქავდა რაღაც აი სად არის აი მოусმინე საიდან მოდის სიხარული და სიცოცხლე მართლა ხშირად ვიწევდა ხოლმე საზღვარგარეთ სხვადასხვა კონცერტებზე და რაღაცა იმებზე და
ეხა ღამე ადიხარ ხო ნომერში ჩურათო და ისინი აი რამდენჯერ აიმნიდან ყური მომიკრავს აი ისტერიული სიცილი და არ არსებობს რომ აი ბამუჩას დაურეკავს ჩქარა ჩამოდი დრო აი საოცრება ხდება ნუ საოცრება ხდება რა იქა აუცილებლად გიო თუ იყო ნუ გიოს ირგვლივ იყო ყველა აი ესე რაღაცა დღესასწაულებს აწყობდა მე არა ის ლაპარაკობდა და ჩვენ ვიცინოდით ოღონდ იცი როგორ ვიცინოდით დავდო ტაშო ხო იცი ტაშო აპლოდისმენტები დრო იცინი არა ნუ ეს აუცილებლად სერიოზული სახით იგონებს არ იგონებს ხუმრობს აი რაღაც გეტყოდა და აი ცოტა შოკში ხარ და მე ვერ ხვდებოდი ხუმრობს თუ არა იმიტომ რომ აი სერიოზული სახით ისეთ რაღაცას ან მოგატყუებდა ან გაგამხიარულებდა ცოტა დაგზაბავდა იმიტომ რომ ისეთი იუმორი ქონდა რომ აი მართლა რა ეხა მე გულწრფელად ვამბობ, არ მაქვს, ხა რაღაცა პატარა ნაწილი მაქვს იმისი, რომელიც მადლობერი ვარ, მაგრამ გიოს იუმორი იყო, აი ლელამიცის როგორიც ლელასია მაგალითად. სასწაული ხო ეს ხო მაიკოს ეუნებოდი ცოტა მიკროვიდექით, რომ აი რა ისო აი რა უნდა მოყვედო და ყველაფერი მოყევი მოყევი მაგაშია ან რაღა უნდა მოყარო იცი რა მახსენდება აი რაც მოსაყოლია ყველაფერი ბათუმში აი ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და მართლა მატარებელმა გაგვასწრო და ნუ იქ დახოცეს კინაღა მეტყვი და აი მაგ სიტუაციაში ქონდა რა იცი ხო და ეგ ნუ და იცი რა ქონდა მაგ აი ეგეთ სიტუაციაში რომ ისეთ იუმორში გადაყავდა ეს ყველაფერი რომ არავინ აღარ ჩხუბობდა გახსოვს და მოყევით ეგ ესკალატორზე ესკალატორზე ვაგზალზე რომ მივედით ბათუმში ნუ ისე მოხდა რომ საყვარელი თამარა მაჭავარიანი ოქროს გოგო ძალიან მიყვარს ხო და რაღაცა აერია დრო მატარებლის დილიცხრაზე განიცოდა რომ მივედით რაღაცა ჩამოძონძილი მატარებელი დგა ბევრი ვართ ცა ხო და ყველა მთელი კოხორტა ეს ხო და ეს მატარებელია თან რა არის იცი რომ შენ ხო ძალიან პრეტენზიული და ფხოკიანი ხალხი ვარ და ეკახოფერიას გადაცემა იყო რაღაცა და მაინც ისეთ დაძაბული არის რა ხა რას მეტყვი ხო ალბათ დავზე დამამხობენ თუ რაღაცები და ეს მატარებელია მატარებელი ჩავიძე და თამარა უცებ გაკაკუნდა ესე და ეს არის თბილისის მატარებელი აი თბილისის მატარებელი გევიდა უკეთ სათიო და მოდეო და თამარა გწარია და უცებ შეებეთა გიო რა წავიდა მატარებელი და იგი შვიცარზე აგვაყენეს ხო და ესკალატორთან ვიღაცა გოგოს კარტონ დაგვაყენა იქ და პერკუც გადაგვაყენდა ფოტოები ამ გოგოსთან იგი ძინებოდა აი ძალიან გულიწდება ეხა ის ვიდეოები ატო არ წამოვიყე აი საოცრება მოაწყო შენ ხო არ გონია რომ ჩავსხედი და წამოვედ 1 საათი ვიჭი ამ цаრიო წასულ მატარებელს და ვიცინო არა საოცრებას აკაკეთ აი დედასპიცა ისე ვიცინო და თქვენ გაიხარეთ თამარა თქვა ისე ნერვიულე და ასეთ კაიდოს და ვატარებთ კიდე ხვალეც დავჭეთ თუ გინდა და დაბადების დღისთვის აი მართლა 3 დღით ადრე იწყებდა მომზადებ გიждდებოდა თავის დაბადების დღეზე გიждდებოდა საჩუქრებზე პატარა ბავშვებით გიждდებოდა ხო აი პატარა ბავშვი არ ჩააგდებდა ხო დასაჩერებას აუცილებლად და ის დაწერას და იმას რომ იმას დაურეკე ამას დაურეკე და სუიხტი და წელი არ ჩავა კი ბევრჯერ მაქვს მოყოლილი მაგრამ ძალიან აი მაგალითია რა საახალწლო საჩუქრებს რო არიგებენ ხოლმე კომპანიები რა ხო უბრალოდ ანუ ერთხელ დაურეკეს რომ აი რაღაც საჩუქარი გვაქვს ერთ-ერთ კომპანიას რაღაც თქვენთვისო რა და ნუ ელოდება ამ კომპანიისგან საჩუქარს გავიდა 1 საათი 2 საათი 3 საათი რა და ნუ აი ბოლოს გამოიხედა და დაურეკე სად არის დაგვია რატო არ მოაქვს საჩუქარი ხო იმის მაგერად რომ მადლობელი იყო როცა მოიტანენ მალე მოიტანო კაცო სად არის აი გიждდებოდა აი ჯერ ჩუქებაზე ხო უფრო გიждდებოდა აი შანსი არ იყო ახალ წელს თავის დაბადების დღეზე იქით ჩუქნიდა რაღაცეებს ხალხს კაცო აი მოიხსნი და გაჩუქებდა გაიხდი და გაჩუქებდა ოღონდ გაეხარებინე რა მერა თულია ხო რაღაცა ხო არა უსმენე ხა მოსმენა ამ შემთხვევაში მოსმენის მდგომარეობაში ვარ სასიამოვნოა დავისთავ იმიტომ რომ რთულია მართლა ლაპარაკი რა მე ძალიან მიმძიმს ყოველთვის მასზე ლაპარაკი იმიტომ რომ არ იწევს ჩემში მე აი რაღაცა სიბრალულის ასოციაციას და რაღაცა რომ აღარ არის ეს რა თქმა უნდა შინაგანად ესეა მაგრამ აი ესე ხო რომ აი რაღაცნაირად ვერ ვლაპარაკობ მასზე ესე რომ წარსულში ხო რა რომ აი რაღაცა ცოცხალი ადამიანია რა მიუხედავად იმისა რომ აი ძიმე დღეები ბოლოს აი ეს კონცერტი ყველაფერი რაღაცა ძალიან
ძალიან მოიმოქმედა ძალიან რა ჩემზე და ყველაზე იმიტომ რომ რაღაცა სასწაული იყო კაცი ის გვაბარებდა სულს წარმოიდგინე რა თვითონ თავის ხელით რა ერთი წარბი არ შეხრია და რომ რა ვიცი ანუ საოცარი ბიჭი იყო რა გიო ხა გარდა იმისა იუმორისა ყველაფერი პრინციპში გიო იყო როგორ გითხრა ჩემი აღქმით იყო ძალიან სევდიანი კაცი აი ამ იუმორის აქეთ იყო ძალიან დიდი სევდა და ეს მის აი როგორ გითხრა მის სასიმღერო ემოციებში იგრძნობა რა მე სულ გრძნობდი მაგას რა მიყვეთ იმისა რომ სულ აი აქ ქონდა ესა რა იუმორი და აი ხა შენ არ გაგზნობინებდა მაგრამ აი ხმაშიც დაუკვირდით რა როგორი სევდა ხმას აი კი ის სიღრმე რომელთაც მღერის რა თქმა უნდა ღრმა იყო ტექსტის აზრი რომ ძალიან მუსიკალური კაცი იყო ხო ნუ ზოგს თქვა ესეთი ვოკალისტი მოხსოვს ზოგს ისეთი ზოგს მაღალი ხმა დაბალი არ აქვს მნიშვნელობა გიო იყო ესეთი მომღერალი რომელსაც სიამოვნებით უსმენდი რა იმიტომ რომ ის მოქონდა ის ემოცია მოქონდა არ იყო ყალბი არ იყო რა ეს რაც თავარი ნამდვილი და ეს იყო მისი შარმი მე რომ მკითხე იმიტომ როგორიც ნამდვილი იყო ცხოვრებაში ისე ნამდვილად მღეროდა მთელი გულით ძალიან ჭირს ეხა უიმისობა როგორც თქვათ სცენაზე ისე იმიტომ რომ ისე უფრო კიდე სხვა იყო რა მე და მას ჰქონდა რაღაც სხვა ურთიერთობები კიდე როგორც არ მოიყოლება ეგეც რაც არ მოიყოლება ბევრიც კი იცი გიო როგორი ადამიანი იყო იცი აი სიცოცხლეში ხო როგორ გითხრა ხო ძალიან გავსებდა გიო თავისი არსებობით არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება თვეები ისე გასულიყო არ გენახა მაგრამ ყოველთვის იცოდი რომ ის იყო შენთან აი რაღაცა ისე დროს დაგირეკავდა ისე განუგეშებდა, ისეთ სიტყვას გეტყოდა, იმიტომ რომ საოცარი ადამიანი იყო და ეხლა ძალიან უცნაურ ამას გამახსენდა. მისი გარდაცვალების დღეს ივნისში სწორედ ტელევიზია მოვიდა და რაღაცა ინტერვიუს წერდით. ხა ივნისის თვეში აი ახალი გამწვანებული ხო არის ყველაფერი, ხო? ხო, აი ზაფხულის დასაწყისში გარდაიცვალა გიო. აი ყველაფერი ხასხასამწვანე არის. არ არსებობს ესეთი რამე და ხო. და ვერეს ბაღში ვზივართ იქ ხმა გადაღება. ჩაწერა ამ ინტერვიუს. ხო, ჩაწერა ამ ინტერვიუს. გიოზე. საუბრობ უცებ და აი დედას ფიცავარ თოვეთყოლებით. უცებ აი რაღაცა გაშრიალდა და 100 ფოთოლი ჩამოიყარა. და გავჩერდი. გიოზე საუბრობ. ხო, გიოზე გადაცემას წერენ და გიოზე საუბრობ და მარტო მე ვარ ჟურნალისტია და ოპერატორი არის. და აი ახლა დამწვანებული ხები, ივნისის თვე არის 10-ში გარდაიცვალა, ხო 11-ში. უცებ აი 100 ფოთოლი ჩამოიყარა, ხო საოცრება ხდებოდა, მაგრამ და ამას ახლა გავჩერდი და მე ვთხარი აი არ არსებობს მეთქი, ხალხო აი ეთყობა აქ არის მეთქი და ამის გარდამტარებოდა ჩიტმა მე ვთხარი კიოშენ ზევიდა არა იცი აი კიდე რო დაგიდასტუროს რაღაცა გამეცინა და ბიჭო მე ვთხარი იქაც არ ჩერდები მე სათავეში ნახულობ ხოლმე სიზმარში პარალელში სამყარო ხო არსება არა მართლა მე ჯერა უამრავი ხარასაწყობა ლელა ხო უამრავი მაგალითი თქვა ხო ქონია ცხოვრებაში რა ნუ აი რაღაცა გიждები რა ან სიზმარს ნახავ ან ისე არის რა ეხა როგორ შეიძლება ადამიანი იყო და გაქრა ეგეთი რამე არ არსებობს სადღაც მიდის ხო სულია თუ რაც გინდა და არ ვქვით ხო ბევრი ვერსია ხო ბევრი ვარიანტი შეიძლება მოყვე ამაზე მაგრამ რო არის ფაქტია რა ბევრჯერ იგზნობდი ალბათ შენ მაგრამ ხო კი ძალიან ბევრჯერ და ერთი ორჯერ სამჯერ დამესიზმრა და აი დამესიზმრა იცი როგორ ნუ გეშინია მე აქ ვარ და აი რაღაცა ხო არის ცხოვრებაში ანუ გვერდში დგომას აი ხარ გვერდში დგომას თავს არ ალებს არა არის ნამდვილად საოცარი ნუგეში იცოდა გიო კი ეცება ისა და წავიდა დედა უტირებს მაგ გაგაბრაზა რაღაცა გაწყედინა თუ რაღაცა მე მგონი სიმღერის გარეშე არ შეიძლება გიოს დღე არ ავღნიშნოთ და ზუკა ნელა იქნებ რამე შეგვისრულოთ მოდი ახლა ჩვენ შევასრულებთ სიმღერას რაღაცა ესე ობოლი ბავშვი დავრჩი კი რა თქმა უნდა ჩემი ზუკა აგერ არის ჩვენს ხელში გაზდილი ბავშვია შენზე რო გიждდებოდა შენზე რო გიждდებოდა კი თავისთავად იმიტომ რომ გიოს ნამღერი არის გიოს ნამღერი ისეთი გამორიცხულია რომ მეორე იყოს ის გიოა მაგრამ
არა, უბრალოდ გასახსენებლად რამე სიტყვით შევეცდები კი, მოდი ეს სიმღერა, ეხლა პატარა პრეისტორიას მოყვები 86 წელს ჩატარდა ჩვენ ვეძებ ტალანტებს და იქ გავიცანი მაია. ხო და ღეროდნენ ესენი იყვნენ სამინისტრო ვეძებ ტალანტებს. ხო, ჩვენ ვეძებ ტალანტებს. რომელი წელი იყო? არა, კვარტეტი იყო და 13 მონაწილე გამარჯვებული, შემდეგ ანუ 3 კონცერტი იყო, ცოცხალი კონცერტი ანსამბლი იბერიას თანხლებით. და ამ სიმღერას იასამას ღეროდნენ მაიკოს კვარტეტი. წლები რო გავიდა, იცი რა, რაღაცა მეხსიერება შეიტვინში ისე ჩამჩა ეს სიმღერა, ისე მინდოდა ეს სიმღერა რო შემესრულებინა და ერთ დღესაც დაურეკა და მოთხარი გიომეთქი, მოდი რა ეს სიმღერა ვიმღერო თქო. და ასე დაიბადა ჩვენი დუეტი იასამანი. და პირველად მე ეს სიმღერა მაიკოს იმპულსი ყოფილა ეს. მე და გიოს უნდა გვიმღერა და მამულიჩემ მოიფიქრა. დავიწყე ეს მე ვიწყებ ამ იასამას და ესე მიიტანა პირთან მიკროფონი და ხმარ ისმის და უცებ ვიღაცა მღერის და გაიხედა ჩვენი სიძე. ზურამ მე და ზურამ შევასრულეთ, ზუკამ შევასრულეთ პირველად ეს სიმღერა ზუკას ქორწილში. და მახსოვს როგორ პიროდა გიოს სცენას. ზუკა არ იყო დაგეგმილი ჯერ, ესე იგი გავხმიარა და ცოტა ნასვები. ერთი გოგო მიყვარს, მეკინდა აჩერედნო ერთი გოგო უყვარს. არ მიყვანა კაცო მაიასთან სახში. კოჯორემაში, კოჯორში გახსოვ. ანუ ხოაზე ხარ ეხ რა სიმღერა იქნებოდა იქ და რას მოაწყო? მე აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ რომ ზუკა მოსულიყო და ემღერა და და მე მთელი სადაქალო მოიტაცა მაიას. ხო მოიტაცებენ ერთ ქალ. ანუ მივიდა და 6 გოგო და 6 ისტორია. როგორი მაია საჭესთან იჯდა, ხო? მოყევი მიდე რომ და მოიტაცეთ ერთი გიო. ხო. მოხდა ვინც იჯდა დაიღალა და მეუთხე რა პრობლემაა მე დავჯდები მეთქე. ანუ თქვენ თვითონ მოიტაცეთ თქვენი თავი ესე კარგი. ხო, ლელა. წამო ვიმღეროთ. ჩემი გიოს აი ამ შემთხვევაში მინდა კიდე მოვიწვიო ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი და გამორიცხულია რომ ესე გამოვიდეს მის გარეშე გამორიცხულია დღევანდელი დღე ნატო გელაშვილი. სალამი ჩემო მეგობრებო. ნატო კორონა სალამი. დილამშვიდობის მე ცოტა გიო ნატოს გარეშე წარმოუდგენელია და ნატო გიოს გარეშე. იქიდანაც არ მასვენებს რა. იქიდანაც შეჭმული ვარ. მაია გამარჯობა. დღევანდელი დღეც გაგიჩალიჩა ხო? რა თქმა უნდა. ხო შენ ეკაბე მოისვენე. მოიფიქრე რა უნდა მოხდეს. ხასიათი მევე შევიცანი მართლა როგორ გამოცლილ ხარ ვერ გიცანი უბერებელი ქალი ხარ ჩემთვის იასამანი აღავდა იცი შენ რომ გიყვარდა იმ გაბისფერი ზამოდი ჩქარა თორემ შენზე ფი მომდაცებს ვინმე ცისფერ თვალება საოცარი ჩვეულებაგა დაგვიანება იცით ქალებმა თუ სიმღერას ღერის ქარი ღერის ქარი მონატრების სურნელი და სევდით თორალი ახლა უკვე ყველა
ყველაფერი გვიან არის რომ გიყვარდი მაშინ რატო ვერ მითხარი იასავანი აყვავდა იცი შენ რომ გიყვარდა იმ გაბისფერი გამოდი ჩქარა თორემ ჩემზე ფიქს მომდაცებს ვინმე სისფერ თვალება რასაც არის ჩვეულება დაგვიანება ვიცი ალება სავალი აყვავდა იცი შენ რომ გიყვარდა იმ გაბისფერი გამოდი ჩქარა თორე შენზე ფიქს მომდაცებს ვინმე სისფერ თვალება რასაც არის ჩვეულება დაგვიანება ვიცი ქალებმა დაგვიანება იცით ქალებმა დაგვიანება იცი კაცებმა ყოველთვის გიამთავრებდა, მაგრამ ესე მინდოდა რომ მეწარმოველოთ. და კარგი. როგორ შენ მან გიოს ადგილი კარგად ხო. გიოს ქონდა ხოლმე ეგეთი ადგილები ხო? ხის ძირას, ბუჩქის მას ამოწონა შეიძლება. ლამაზ ადგილები. ბახში. ანგრია ესეც გიოა. არ გვაცლის სიმშვიდეს. დატო როგორ ხარ? რა ვიცი, ვცდილობ რომ კარგად, ეხლა კარგად ვარ, იმიტომ რომ ბევრ ჩემთვის მონატრებულ მეგობარს ვხედავ და მიხარია რაღაცა მომენატრა ყველა რა და მით უმეტეს რაღაცა მიხარია თქვენი დანახვა ყველას. ის რა ქვია. ისევ გიომ ჩვენებური ატმოსფერა გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აღნიშნავთ გიოს დაბადების დღეს, ესე არ არის? გიოს დაბადების დღე იყო თვითონაც ესე რაღაცა ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებოდა. ხო და რა ვიცი, აკად შეყვარა და ყოველი ეს დღე მისთვის ყოველთვის ესეთ ფორმას იღებს რა. იქიდან არის სვენებს ხო სულ ვიძახი რა, ეხა პირველს კი არ ვამბობ, მართლა არის. კვადრე იწყებდა, ჩვენც ესე დავიწყეთ. აუცილებლად, რა თქმა უნდა. 23-ში ავტეხოთ დიდი ამბავი. შენ და გიოს მაინც რაღაც განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გქონდათ, ხო? რაღაც კი, განსაკუთრებულად ჩხუბობდით ხოლმე ჩვენ, აი იდეალურად. როგორ ჩხუბობდით ხოლმე, საინტერესოა ეგ. საოცრად. სუმთად ხავდა, არ ვიცი, გიჟია იძახდა. მანქანაში არ მიჯდებოდა. ეს ზედმეტი სიყვარულისგან მოსდიოდა. აბა რა ვიცი, ხა ვერც ვეკითხები ეხა იქ და არ ვიცი, მაგრამ ნატო მე გვიდგვინი მიყვარს რა. გვიდგვინი მიყვარს. გვირდგვინი. ტექსტებზეო, საოცარ ტექსტებს წერო, ჩაწერა გვაქვს და სულიერ ოფრენით სატრფიალოს წერთ და ეხა გიოს ხო რაღაცა ისეთ იმაშვებოდა, რომელიღაც ასოებს ცოტა ხო. რა კარგად მოვყევი. ხო და მოკლედ ჩაწერა. ხო, ნუ იმაშვებოდა, ხო, რაღაცა თლიფინებდა და იპარავდა. და მოკლედ არის გვირგვინი რა სიტყვა, თავზე გვირგვინს დაგადა მოგდა 1000 ფერითა და შევიდა ეხა გმირულად სტუდიაში. თავზე გვირგვინს ვერაფერს ვერ ჩაწერა და ეხა ვისეჩხუბებოდა, ეხა ერიკა წერდა და ხო არ დაეტაკებოდა და გამომიტრიალდა. რანაირ ტექსტებს ეშინე? ნუ აი გამოთათხა
და ესე რაღაცა მხიარად. ბოლო სიტყვა შეუცვალე თუ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი გადაკიდებულიყო. თავზე თქვის დაგადგა აი ოღონდ აზარჩი ხო ბღერო და ყოველთვის სტუდიაში რა მნიშვნელობა ქონდა და რატო გაგიჟდა, იცი? პრინციპში ერთ ჩანაწერს და წერდა ხოლმე რა და ამ გვირგვინმა ცოტა ნუ აი ხო ეკეთობა შეხვედრებზე დაუგვიანდა სადღაც რა ვიცი ხო სულ ეჩქარებოდა სულ საათზე იყურებოდა. რამე განსაკუთრებული ჩვევები თუ ქონდა? ჩვევები კი ნევროზი ქონდა ჩვეულებრივი აი ჩვევები თუ ქონდა კი ნევროზი ქონდა ჩვეულებრივი არა იცი რატო იმიტომ რომ აი ცდილობდა რომ აი როგორ აი სულ მე ვიყავი დამნაშავე იმიტომ რომ ხო სულ ეჩქარებოდა და აი რაღაცა ეხლა აი გვაგვიანდება და ვეუბნები სტუდიაში მოვედი ხა მაგვიანდება რას ქვია ხო ეხლა შენ რა გენაღლე ან თუ ჩემი ტელეფონი დარეკავდა რა დროს ტელეფონია და ამ დროს თვითონ ესე ეკიდა რა მოკეთ აი ყველაფრიდან ფორმას იპოვიდა სადღაც მედიოდნენ კონცერტზე და ნატო მოვიდა ჩვენთან ის იცვავს და მე მაია ყავა გაუკეთე არა ყავაო სოხოდალეო მე მკითხა თვითონ დაუნებათ რომ ყავასო ხოდალეო და კიო დავლეო და მაია გაუკეთე ყავა და იცვავს ჩქარა რო აი გაბოუხარშე გაუკეთე დაუდგი და რატო ადექი რა წავედი ბიჭო დამაც რა დროს ყავაო კაცო მივდივარ და ნუ აი გავხედე ნუ რა უნდა მეტყვი ყველგან ეგრე იცოდა აი ჩქარა ეხა არ მორჩით ან რო შეჭამდა თითო ხო ეხა რა დრო ჭამა რომ ამთავრებდა სადმე რესტორანში ჭამას როცა ვიჯექით ყველაზე სწრაფად ეკჭამდა და მე ადგებოდა წრეებს ურთავდა მაგას და არა ჭამეთ კაცო თქვენ და ისე წუხდებოდი რომ აღარ გადაგდიოდი კომფორტ გიქნი და ეს გიждდებოდა იმაზე ზუკა რა გინდა ნუ თქვა ეთყოდა რომ მწვადი მინდა კარტოფილი მინდა არა ქავაბიჯობია გაგისწორდება ჩვენ რაღაც მეკითხებოდა მაინც კითხვა მაინც ქავაბი გირჩევდა ქავაბი მომდად ხო ეს გადატანა იცოდე კაფეში მივიდოდ ხო რაღაცა ჭამოთ ხო ხაჭაპური ჭამოთ რატო ჭამოთ ხაჭაპური ხო ეგ კონდა რამდენი რამე აი დედასფიცა ახლა იმდენი რამე მადგება ენაზე აგედა ტვიჩმა ვერ მოყვებ არა უნდა მეგეც ვერ მოყვები ჩანთვალე რომ სახში ვარ და ვჭარავთ მიდი არა ვერანაირი საერთოდ ვერ მომიყოლია ეგ ისტორია მაგრამ რაღაცა მიყვარს ხოლმე ის რაც მოიყოლება თორე რაც არ მოიყოლება ისეთებია რომ შენ ანუ არის გიოს ცხოვრებაში ისტორიები იყოფა ორად არის მოსაყოლი და არის ვერ მოსაყოლი ნუ ეხლა ვიწრო წრეში ვყვებით მაგრამ ნუ ალბათ მე მაგრამ მაინც არა რა იმიტომ რომ იქ მე დიდი ამბავი იქ გაუბრაზდება საოცარი ისტორია ხუთისა თამაშით რო წავიდნენ ტურნირს მაგრამ მახსოვს რომ ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანის შვილის ქორწილში ვიყავით თურქეთში მოიცა ეს ფეხბურთის ისტორია სხვა არა მაგას ვერ მოხდა ეს არ მოსაყრე დაიწყებენ გაჩერდებიან ეს ამბავი რომ მოყვა ბათუმში ვიჯექით პორტის წინ რაღაცა სახაჭაპურე იყო და იქ ვისხედით ჩემ მეგობრებთან ერთად დედასფიცა ვარ თუ საჭმელი არ უჯამი არ არის ბოლოს გავიხედე ყველა ჩვენ სირგლი ვიჯდა იმიტომ რომ აი სასწაული მოახდინა იქ ისე ყვებოდა იმიტომ რომ ის ადამიანი დაინახა ვიზეც ქონდა ეს ისტორია და აი რომ მიყვა კარგი მოგეთ თურქეთში ვართ ქორწილში და იქ რა გააკეთა არ მახსოვს იმიტომ თქვენ ერთ მაგიდან ხო და ნუ აი საოცრება ხდება თუ კი ვინმე იცი აი ვარსკვლავი გაგიგია ყველა იქ არის ძალიან მდიდრული ქორწილია საოცრება ხდება და სოფლიო ვარსკვლავი სოფლიო ვარსკვლავები არის ახლა და ხო ხტები ახლა რატო ვამბობ ამას ახლა როგორი გამართული აპარატურა არის რა ხმის ოპერატორები არიან და რა მიკროფონები არის სულ რო ვერ მღერო და გამღერებს ისეთი მიკროფონები საუნდი გეხოთე მიკროფონი მოხდა სპეშალ საუნდი ხო და გიოყვება რა ბიჭო იმასო დაუკვირდიო სტინგიო ჩამოვიდაო სენი და მე რო ეს აიყვანეს რა ერთ-ერთ ჩვენ კოლეგას კარტოზე და ესე შეამოწვა მიკროფონი რას
დედაო რას ესე შეამოწვა ამის ვითომ იმას დაუწოდა მის ოპერატორებს გასინჯა არ ვარგოდა რა გასტუ ოღონ იცი რა არის გიოს თელი ხიბრით რა შეიყო რომ ამ ყველაფერს ისე ყვებოდა თვითონ კი ცინებოდა ამ წარმოებს ესე დააწყობდა რაღაცა ესე მოწყამությունებდა სახეს ესე და სახეს რო იღებდა და ძალიან ნახმოტებული იყო არა ეგეთი ვერ მოსაყოლი ძალიან ბევრია იმიტომ რომ ნუ უმეტესობა ეგეთია რა რომ ვერ მოყვებ არა და კარგია მაგრამ ეგ მაგას მე ძალკე მოგიყვებით იქიდან კულისებში აი ზუსტად ვიცი ხა მაყურებელს როგორ აინტერესებს რაღაცა მაგრამ მაია შენ უფრო გექნება ხა მოსაყოლი ესეთი რაღაცა მაია რამე ერთი ისტორია ის მოყევის ჩვენ მოგთხოვს და ეხა მე ხო ხედავ ჩუყაძი ვარ ვერ მოსაყოლია ეხა მაყურებელი ფიქრობს ალბათ რატო მოყვები ხო რა რითიც არ მოყვერ გავიგე დაიწყე გაჭებული მერა იმ ისტორიებშია რომელიც არ მოიყოლა არა ყველა მაგაში რაღაცა გამონაკლისი მოუვიდა ნატო შენ არა მეც იმდენჯერ მომყელით მოსაყოლი და არ მოსაყოლი ალბათ ჩემთავს გაფრინდი შემდეგში მოყევი რა აი მაშინ რაც მოყვა ვაგზალზე ის ამერიკაში რო გაფრინდით ხათუნასთან არა მაგას მე ვერ მოვყვე მაგას ეკყვებოდა მაგრამ მართლა ეგ რამე მოიგონეთ და მოიწყო და მოყევით შენ მოყევით ამერიკაში წავედით გიოს დასთან რომელიც 20 წელია იქ ცხოვრობს ну იშვიათად გვიწევდა ჩასვლა ერთ-ერთი პირველი ჩასვლა იყო 90-იანების მერე რაც წავიდა ხათუნა გიოს და ну ძალიან მონატრებულები ყველაფერი 24 საათია გზაში ვართ მოკლედ ფრენებიც გადაიდო ყველაფერი მოხდა რაც შეიძლება და მოხდარიყო საშინლად დაღლილები აი ფეხზე ვერ დგავართ მაიას თმები ალღზე მე ბალკატ მე პატარა ვარ და აი თელი ღამე იქვიჯექით მე მეორე დღეს წავედ 12 საათი მივფრინავთ და ну აი ძლივს რო ჩავფრინდით და რომ მივედით და რიგია იმხელა რომ ზეგ ან გავალთ ან ხო გასვლაზე აი რიგი და უცებ მეუნება რომ გამომყევით და ყვირის ინვალიდ ეუნება და იქ ხალხი დაგიჭერენ ეგეთი რამე არ შეიძლება და პირდაპირ გაყვადა ზუკანელი ხაზი ხო არის აი ზუსტად ყველაზე სწორი ხაზი აირჩია და აი მიაკა ესე მიდით მუცლით მიაკა ესე მოდის ისინი რა და ეს ხო წესიერია და რას აკეთებ ეუბნება და წავუხე ნერვიულობ გული არ თუდად მაგ და მივიდა და ანუ ის კაცი იყო აი მახსოვს როგორ მახსოვს სეფერად კანიანი კაცი იყო აი საზღვარზე უყურებდა და აი ესე უყურებს ესეთ რამ ცხოვრებაში არ უნახავს ანუ აი ოღონდ აი მართლა ტერორისტული შეტევა ეგონათ თავიდან კაცი გაგიჟდა პასპორტ ჩახედა შევიდა ამერიკაში თუ რაღაც ხდება რა და უკვე აი შოკში არიან ყველა რა და აი უყურებს საწკას და ინვალიდ ესე უნდა და მე რატო არ ვიცი ბაიას გახედა და and this is my wife ესე უნდა ძალიან იმენდით ოღონდ ბაია აი ხალხზე თვებით სუდათ არის 40 საათი არ უძინია და ოღონდ მე იმაში ვარ დაიკარგა და და ბაია 40 საათი უძინა კაცმა რაკნა იმა და კაცმაო ესე გამოყო თავიო ისე უთხარიო რომ ჩემი ცოლიაო ესე გამოყო ეს თუ შენი ცოლი იყო ვერ მითხარი ესე გააკეთო ვაუ ესე კნაო რა მინიმუმ ბიოსე მოდიოდა ამას მიმალავდიო მაგრამ ამას თვითონ ყვებოდა ვერაფერს ვერ მოყვები ხო განო ადგა იქ ხო ჟანრი გართო იყო ვაუ ესო როგორ დამიმალავდა მაია არ მოკალე ა ჩაფრენდით არ იქ არ მოუყოლია ეგ აქ მოყვა აქ დაიწყო მაგის მოყოლა თო ნატო უნდა ნატოს გაატარე მე რა ერთი შერამე ვეყვებით ვეყვება მე რა პიტამონჯები ხო და ნატო რა აი ნატოს გაატარეთ ახლა მე რა ერთი არა ნატო შენ უნდა იმღერო ახლა სიმღერა კი ბატონო აქ რომ იმღერო არ შეიძლება ბიჭაკი კი ბატონო ადგომად გეზარები არა იმიტომ რომ ეგეთი სიმღერა რაღაცა ოჯახური და მაია და გიო მტერო და სიმღერა ისე
ძალიან ადრეა. გიო არ გვალაპარაკებს, მარტო გვაცინებს. აი, ეგ მიყვარს, აი გიოსი, ხო არ არის, მაგრამ ეგ წეგან მერაბი ამბობდა უსმენდი. ხო, მაგრამ მაყურებელს რა უყოდკაცო, ახალი ესმით მარტო სევდით ვერ იხსენებ რა, იმიტომ რომ ყველა რაღაცა ჩემი მოგონება კავშირდება უნდა გაგეცინოს რა, ანუ აი არ არსებობს ეგეთი რაღაცა სევდიანი, იქაც რამე უბედურება, სასევდიანოც რო ყოფილიყო რაღაცას, ისეც გეტყოდა რომ გაცინებდა რა და ამიტომ ფიქრობ რა, დღესაც იმიტოა, აი გიოს გავს ეს ეთერი. ჩემი ფიქარი შენახა, ჩემი დარდი ჩემი დაგეძებ და ვერ გბოლობავე მოვალა მოგეფერები რომ გაგითმო ხელები შენი ჭირი მე მოვალა მოგეფერები რომ გაგითმო ხელები შენი ჭირი მე ზღვის ტალღები სურნელი ისე ვასდის თამებს გაბადიებ იმუცანა ურაცარებს შენზე ფიქრმა დამღალა ზღვის ტალღები სამანა რჩებით მე და შენ მოვალ მოგეფერები რომ გაგითმო ხელები შენი ჭირი მე ჩემი ფიქარი შენახა ჩემი დარდი ჩემი დაგეძებ და ვერ გბოლობავე მოვალა მოგეფერები რომ გაგითამო ხელები შენი ჭირი მე მოვალა მოგეფერები რომ გაგითამო ხელები შენი ჭირი მე ჩემი დარდი შენახა ჩემი ფიქარი შენ ძალიან დიდი მადლობა. არა, ეხლა გამახსენდა სიმღერაზე რა. სიმღერაზე რომ გაგახსენთ და ეგ მოვყვეთ რეკლამის შემდეგ და კი ეხლა ბატონო. ჩვენ რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. გადაცემის წარმოდგენია ფრანგული პრემიუმ ბრენდი ესტედერმი.